სალამი ყველას დავბრუნდით ახალი ვიდეოთი. წინა ვიდეოებში განვიხილეთ ფიზიკური და მაგიური შეტევის მქონე აიტემები, დღევანდელ ვიდეოში კიდე განვიხილოთ დაცვის აიტემებს. სანამ აიტემების განხილვაზე გადავალ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ დავალაიქოთ ეს ვიდეო და გამოვიწეროთ არხს. Radiant Armor. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ჩვენი მაგიური დაცვა ისტაკება. ანუ, როდესაც მაგიურ დემეიჯს მივიღებთ, ნელ-ნელა ჩვენი მაგიური დაცვა გაიზრდება. ვით უფრო მაღალი არის ჩვენი გმირის ლეველი, მით უფრო დიდ მაგიურ დაცვას მივიღებთ თითოეულ სტაკზე. რა თქმა უნდა, ამ აიტემს ლიმიტი აქვს, მაქსიმალური სტაკების რაოდენობას მიაღწევს და შემდეგ უბრალოდ გაჩერდება იმ სტაკებზე. ეგ სანამ დემეიჯს ვიღებთ. როდესაც დემეიჯს არ მივიღებთ, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი მაგიური დაცვა ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ანუ სტაკები გაგვინულდება და შემდეგ teamfight-ში ისევ თავიდან მოგვიწევს რომ ავაგროვოთ. ეს აიტემი ძალიან კარგი არის ისეთი გმირების წინააღმდეგ, როგორებიც არის დაუშვათ კიმი, რადგანაც მიყოლებით გვიგეთებს მაგიურ დემეიჯს და შესაბამისად მისგან ძალიან კარგად გვიცავს, ვალერი, ასევე ძალიან კარგი არის ჩანგეს ულტის საწინააღმდეგოდაც და ლილიას საწინააღმდეგოდაც. Chestius Pauldron. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ მოწინააღმდეგის თარტყმის სიჩქარე, რომელიც ჩვენ დემეიჯს მოვაყენებს, საგრძნობლად შემცირდება გარკვეული დროით. პასივის მეორე ნაწილის მიხედვით, როდესაც ჩვენი სიცოცხლე გარკვეულ ზღვარს ჩაცდება, მთლიანი სიცოცხლის რაღაც პროცენტს უკან დავიბრუნებთ გარკვეულ დროში. ამ პასივის მეორე ნაწილს აქვს cooldown-ი, ანუ გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ეს ეფექტი თავიდან გამოვიყენოთ. თუ ხედავ რომ მოწინააღმდეგებში ისეთი გმირები არიან, რომლებიც დამოკიდებული არიან ატაკ სპიდზე, ანუ ჩქარა გირტყავენ, შესაბამისად ეს აიტემი აუცილებლად უნდა აწყო. ასევე ეს აიტემი ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ ტურენტის დარტყმები გატანკო და შენიანებს მიცეს საშუალება, რომ მოწინააღმდეგეები დააფინიშონ. Brute Force Breastplate. თითოეული წამი დემეიჯის მიყენების შემდეგ გვიზრდის დემეიჯს და ასევე ფეხის სიჩქარესაც. ეს ეფექტები ისტაკება და მაქსიმალური სტაკების მიღწევის შემთხვევაში კონტროლის ეფექტები ჩვენზე უფრო ნაკლები დროით მოქმედებს. ანუ უფრო ნაკლები დროით ვიქნებით შენელებულები, გასტანულები, გაშეშებულები და ასე შემდეგ. თუ გარკვეული დროის განმავლობაში დემეიჯს არავის არ მივაყენებთ, ეს სტაკები ისევ თავის მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ განულდება და თავიდან მოგვიწევს შემდეგ აგროვება. ამ აიტემს უმეტესწილად ფაითერები ეწყობენ ხოლმე გამძლეობა და ცოტაოდენი დემეიჯი რომ მოიმატონ და ხშირად შევხვდებით ხოლმე ამ აიტემს აწყო ბილს ისეთ აიტემებთან ერთად, როგორიც არის ვარაქსე, Queenswings და ორეკალი. Immortality. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტები მოგკვლავენ, გარკვეული დროის შემდეგ ისევ გავცოცხლდებით, ოღონდ მთლიანი სიცოცხლე არ გვექნება ჩვენი მთლიანი სიცოცხლის გარკვეული პროცენტი, მხოლოდ და მხოლოდ და ასევე შილდი, რომელიც ცოტა დროის გასვლის შემდეგ გაქრება. ხო, გაცოცხლებით იქ გვეცოცხლდებით და არა ბაზაზე. ამ პასივს აქვს cooldown-ი, ანუ რაღაც გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმის შემდეგ, რაც ამ Immortality-ს გამოვიყენებს და გავცოცხლდებით, რომ ხელთავიდან გავგვაცოცხლოს, როდესაც შემდეგში მოგკვლავენ. ამ აიტემს ყველა გმირზე გავუწევდი რეკომენდაციას late game-ში, რადგანაც როდესაც ვკვლავენ late game-ში საკმაოდ დიდი დრო არის გაჩენის, ანუ ძალიან დიდი დრო ჭირდება იმისთვის, რომ ხელთავიდან გავუჩნდეთ და ამ აიტემით შეიძლება რომ რაღაც ერორები, ანუ რაღაცა შეგვეშლება, გამოვასწოროთ, ან მოწინააღმდეგეს ვაჯობოთ იქვე, ან უბრალოდ გავექცეთ და ეს დიდი cooldown-ი და დიდი გაცოცხლების დრო არ დაგვჭირდეს იმისთვის, რომ თავიდან გავუჩნდეთ. Dominance Ice. როდესაც ამ აიტემს ვიყიდით, ვით უფრო მეტი მოწინააღმდეგე არის ჩვენ სიახლოვეს, მით უფრო მეტი ჰიბრიდული დაცვა გვექნება. ამ აიტემის მეორე პასივის ეფექტი კიდევ მხოლოდ იმ ხალხს ედება, ვინც ჩვენ გვიდევს. ვინც ჩვენ დავაკლებს, შედარებით ნაკლები დაჰილვის ეფექტი ექნება, ანუ უფრო ცოტა სიცოცხლეს მოიმატებს და უფრო ნაკლებად დაიშილდება. თუ ამ აიტემის ყიდვას გადაწყვეტ, სჯობს რომ early game-ში იყიდო, ანუ ფეხსაცმელის შემდეგ თუ იყიდი ძალიან კარგი იქნება, რადგანაც თამაშის დასაწყისში შენი გადარჩენის შანსებს უფრო გაზრდის, რადგანაც ჰიბრიდული დაცვა აქვს და ასევე ისეთ გმირებს, რომლებიც იხილებიან და სიცოცხლეს იმატებენ, უფრო გაურთულებს საქმეს და უფრო გაუჭირდებათ teamfight-ებში მოგება. Athena Shield-ის ყიდვის შემდეგ ოპონენტების მიერ მოყენებული დემეიჯი პროცენტულად შემცირდება გარკვეული დროის განმავლობაში. პირველი მოყენებული დემეიჯიდან არ აქვს მნიშვნელობა ეს სკილი იქნება თუ basic ატაკა, ანუ მისი ჩათვლით, ამ დროის ამოწურვამდე ყველანაირი magical დემეიჯი პროცენტულად შემცირდება. დემეიჯი საერთოდ არ უნდა მოგვაყენონ გარკვეული დროის განმავლობაში, რომ ამ აიტემის cooldown-ი, ასე რომ ვთქვათ, დარესეტდეს და ეს პასივი თავიდან გამოვიყენოთ. ეს აიტემი ძალიან კარგი არის ისეთი მეიჯების წინააღმდეგ, რომლებიც წამიერად ძალიან დიდ დემეიჯს გვიგეთებენ, მაგალითად ეგეთები არის ელდორა, კაგურა, ვეილი და ასე შემდეგ. ორეკალი. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ჩვენი შილდის გაკეთების და დაჰილვის ეფექტები პროცენტულად გაიზრდება. ვფიქრობ, ამ აიტემს ბევრი ახსნა არ ჭირდება, ხშირად შევხვდებით მას ისეთ გმირებში, რომლების სკილებიც ძალიან კარგი არის სიცოცხლის მომატებისთვის ან დაშილდვისთვის. Antique Cuirass. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტი სკილით მოვაყენებს დემეიჯს, მისი ფიზიკური დემეიჯი შემცირდება პროცენტულად. რაღაც გარკვეული დროით. ეს ეფექტი ისტაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვით უფრო დიდი ხნის განმავლობაში გვირტყავს ეს ჩვენი ოპონენტი ამ სკილს, მით უფრო მეტად შემცირდება მის დემეიჯი. ეს აიტემი კარგი არის ისეთი გმირების წინააღმდეგ, როგორიც არის გრეინჯერი, ფანი, იანი, ანუ ისეთი გმირების წინააღმდეგ, რომლებიც უმეტესწილად სკილებზე არიან დამოკიდებული.
Guardian Helmet. Ამ აიტემს თამაში არა მარტო ყველაზე დიდი სიცოცხლის მომატება შეუძლია, ასევე ყველაზე დიდი რეგენერაციის უნარიც აქვს. ის არა მარტო იმ შემთხვევაში აღგვიდგენს სიცოცხლეს თუ ბრძოლაში არ ვიქნებით გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ მაშინაც, როდესაც ოპონენტი 500-ზე მეტ დემეიჯს მოვაყენებს ერთი დარტყმით. მისი პასივებიდან გამომდინარე და დიდი სიცოცხლიდან გამომდინარე, ეს აიტემი ძალიან კარგი არის true damage-ის მქონე გმირების წინააღმდეგ, რადგანაც სიცოცხლეს გვიზრდის. ამ აიტემის პასივის მეორე ნაწილი ძალიან კარგად მოქმედებს ჩემი აზრით ისეთ გმირებზე, როგორებიც არის ლესლი, ბალმონდი და მარტისი, ლესლიზე განსაკუთრებით, რადგანაც მის თითოეული დარტყმა 500-ზე ნამდვილად მეტ დემეიჯს გვიკეთებს და მის რაღაც ნაწილს რომ უკან ვიბრუნებთ, ძალიან გვეხმარება. Cursed Helmet. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ჩვენთან ახლოს ოპონენტს დააკრდება პროცენტული დემეიჯი. ეს დემეიჯი შედარებით უფრო მაღალი არის კრიფების წინააღმდეგ. ამ პასივით მიყენებული დემეიჯი ოპონენტის დაცვას ამცირებს, მეჯიკალსაც და ფიზიკალსაც, ანუ ჰიბრიდულ დაცვას უმცირებს. ეს დაცვის შემცირების ეფექტი ისტაკება, ანუ ვით უფრო დიდხან ვიქნებით ოპონენტთან ახლოს, მით უფრო შემცირდება მისი დაცვა. რა თქმა უნდა, სტაკებს აქვს მაქსიმალური რაოდენობა რისი მიღწევა შეგვიძლია, ხოლო როდესაც ოპონენტს მოვცილდებით რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ეს სტაკები განულდება და ოპონენტის დაცვა ჩვეულებრივ ნორმას დაუბრუნდება. ეს აიტემი ტანკებს ეხმარება იმაში, რომ ლაინი უფრო სწრაფად გაწმინდონ, ანუ კრიფები უფრო სწრაფად მოკლან და ასევე ეხმარება მათ, რომ უფრო მეტი დემეიჯი გააკეთონ. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ისეთ ტანკებში და ისეთ ფაითერებში, რომლებიც უმეტესწილად ახლოს არიან მოწინააღმდეგეებთან და ახლოდან აკეთებენ დემეიჯს, რადგან ამ პასივისგან უფრო დამატებითი დემეიჯი მიიღონ და უფრო მარტივად მოკლან მოწინააღმდეგეები. მე პირადად ძალიან მომწონს ეს აიტემი ჰაილოსზე და ბაქსიაზე, რადგანაც ძალიან ეხმარება მათ, რომ უფრო მეტი დემეიჯი გააკეთონ და გადარჩენაშიც ეხმარება, რა თქმა უნდა, რადგანაც საკმაოდ დიდი სიცოცხლე აქვს ამ აიტემს. ასევე პატარა ხრიზგასწავლით, რაც ნატალიას მოთამაშეებს ნამდვილად არ მოეწონებათ, რადგან ნატალია, როდესაც ამ აიტემის მქონე გმირთან ახლოს გაივლის და ეს აიტემი დემეიჯს მიაყენებს, ჩნდება. მაგალითად, რომ მოვიღოთ ზილონგს არ შეუძლია გამქრალ ნატალიაზე სკილებით დემეიჯის გაკეთება, რადგანაც ვერ ატარგეტებს, ანუ ვერ ხედავს მას. ფაქტიურად ზილონგი ნატალიას წინააღმდეგ ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ ერთი მხოლოდ ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ძალიან მარტივი ხდება მისთვის, რომ ნატალია მოკლას, რადგანაც უბრალოდ მასში გაივლის, ის გამოჩნდება და შემდეგ ძალიან მარტივად კლავს. Thunderbelt-ის ყიდვის შემდეგ ყოველ რაღაცამდე წამში გაკეთებული basic attack-ა ოპონენტს გაუკეთებს true damage, შეანელებს მას საგრძნობლად, წამიერად და გაზრდის ჩვენ ჰიბრიდულ დაცვას ერთით მატჩის ბოლომდე. ეს გამომჩა მარტო იმ ჩვენ targets, რომელზედაც basic attack-ა გავაკეთეთ, მარტო იმას არ შეანელებს და არ გაუკეთებს damage, ყველას, ვინც მის სიახლოვეს იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აიტემის პასივი განახევრებული არის მეიჯების და მარქსმენებისთვის. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ისეთ ტანკებში, სუპორტებში ან ფაითერებში, რომლის სკილებიც ითვლება basic attack-ად, ანუ ჩვეულებრივად აქტიურებს ამ აიტემის პასივს, ან მათი კომბოების დროს ჩვეულებრივად არის შესაძლებელი, რომ basic attack-აც გააკეთო, ან უბრალოდ მათი კომბოების ნაწილი არის basic attack. Queen's Wings. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ჩვენი სიცოცხლე გარკვეულ ზღვარს ჩაცდება, ოპონენტის მიერ მოყენებული დემეიჯი შემცირდება პროცენტულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეული დროით მოხდება, ასევე შემცირდება ჩვენი სკილების cooldown-ი, ანუ მათი გამოყენება უფრო სწრაფად შეგვეძლება. ამ ეფექტების დადების შემდეგ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ეს ეფექტები ისევ თავიდან გამოვიყენოთ. რაც შეეხება მეორე პასივს, მას cooldown-ი არ აქვს, თითოეულ დაგარგულ სიცოცხლის პროცენტზე გვემატება დემეიჯი. რა თქმა უნდა, იმას თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება ჩვენი დემეიჯი, აქვს რაღაც ლიმიტი. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ფაითერებში, რადგან ეს აიტემი მათ გამძლეობას საგრძნობლად ზრდის. Blade Armor. ეს აიტემი ამცირებს critical damage-ს. ამ აიტემის პასივის მიხედვით, როდესაც ოპონენტი basic attack-ას დაგვარტყავს, მისი მოყენებული დემეიჯის რაღაც პროცენტს უკან ვუბრუნებთ. ეს ყველაფერი გამოითვლება მათ მიერ მოყენებული დემეიჯის შემცირებამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მთლიანი ფიზიკური დაცვის რაღაც პროცენტიც დემეიჯად გარდაიქმნება და ამასთან ერთად მათ უკან უბრუნდებათ. ხო და ამასთან ერთად ოპონენტი ცოტათ ნელდება. თუ მოწინააღმდეგის მარქსმენი ატაკ სპიდზე არის დამოკიდებული, ანუ დარტყმის სიჩქარეზე, ტანკმა ეს აუცილებლად უნდა აწყოს, რათა მისი მოკლა მარტივად შეძლოს. დაცვის აიტემები ამით მორჩა, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედი მაქვს გასაგებად ახსენი ყველაფერი. დაალაიქე აუცილებლად ეს ვიდეო და გამოიწერე არხი და ასევე წინა ვიდეოები თუ არ გინახავს, აუცილებლად გადახედე მათაც, შეტევის მქონე აიტემებზე არის იქ განხილვა, magical და physical შეტევის მქონე აიტემებზე და აუცილებლად მეგობრებსაც გაუზიარე, რათა უფრო უკეთ გაიგონ ამ აიტემების პასივები და შემდეგში უკეთესად გამოიყენონ.